ბევრს საინტერესებს თუ რატომ ისმის ინგლისურად მოსაუბრეს გერმანული სიტყვები, მაგალითად ინგლისურად ძმა არის brother და გერმანულად არის ბღუდა. 10 ინგლისურად არის 10 და გერმანულად არის 10. საქმე იმაშია, რომ ინგლისურის და გერმანულიც არის გერმანიკული ენები, რომელიც თავის მხრივ არის ინდოევროპული. ასევე გერმანული და ინგლისური არის დასავლეთ გერმანიკული და თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავება მათ შორის. როცა ამბობთ გერმანულს, გულისხმობთ სტანდარტულ ზემო გერმანულს, რადგან ასევე არსებობს ქვემო გერმანულიც, რომელიც ინგლისურთან უფრო ახლოს არის, ვიდრე სტანდარტულ ზემო გერმანულთან. ინგლისური შედის ანგლიკურ ჯგუფში, რომელიც თავის მხრივ შედის ანგლოფრიზულში და რომელიც ასევე თავის მხრივ შედის ჩრდილოეთის ზღვის გერმანიკულში. ზუსტად ჩრდილოეთის ზღვის გერმანიკულში შედის ასევე ქვემო გერმანულიც, რომელზეც საუბრობენ ჩრდილო გერმანიაში. და რომელიც როგორც თქვი, ასევე ინგლისურთან უფრო ახლოს არის, ვიდრე გერმანულთან. ამ ორ ენას შორის მსგავსების დასანახად ჩამოწერე მსგავსი სიტყვები, რომელიც შეგიძლიათ რომ ნახოთ აქ. არსებითი სახელები მაგალითად ქვა ინგლისურად არის stone და გერმანულად არის stein. ზედსართავი სახელებიც ასევე მაგალითად cold ინგლისურად, kalt გერმანულად, new ინგლისურად, გერმანულად neu და ასევე ზმნებიც მსგავსი არის. მაგალითად sehen, რაც ნიშნავს დანახვას და drink და trinken, რაც ნიშნავს დალევას. აქამდე შეამჩნევით, რომ ზოგიერთი სიტყვა გერმანულში და ინგლისურში თითქმის იდენტური არის, გარდა თანხმოვნისა. და ეს შემთხვევითობა არ არის, ეს დაკავშირებული არის პროცესთან, რომელსაც ქვია ზემო გერმანული თანხმოვნის ცვლილება. დაახლოებით მოხდა მესამე საუკუნიდან მერვე საუკუნამდე ქრისტესშობიდან და ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ მერვე საუკუნეში ეს პროცესი უკვე დასრულებული იყო, რადგანაც მერვე საუკუნეში დათარიღებული არის ტექსტი, რომელსაც ქვია აბროგანები და უძველესი ზემოგერმანული ტექსტი არის ეს. ლათინურ ზემოგერმანული ტერმინოლოგიური ლექსიკონი. და თუ შევხედავთ თანხმოვნებს, მაგალითად tank, რაც ნიშნავს ენას ინგლისურად და Zunge. დავინახავთ, რომ T შეიცვალა C-თ, ასევე თუ შევხედავთ apples ინგლისურად washly და apfel გერმანულად იგივეს ნიშნავს. P შეიცვალა P-თ. ასევე make ზმნა, რაც ნიშნავს გაკეთებას და machen გერმანულად. და K შეიცვალა X-თ. ასევე book და buch წიგნი. განვიხილოთ ეს წინადადება ორივე ენაზე. I will give the book to my friend tomorrow, რაც ნიშნავს მე მივცემ ჩემს მეგობარს ხვალ წიგნს და გერმანულად იგივეც. I will give ინგლისურად მომავალს აღნიშნავს და ჩვენ ხედავთ, რომ infinitive ზმნა არის I will-ის შემდეგ ეგრევე. ხოლო გერმანულში არის infinitive ზმნა ბოლოს. ასევე the book და das Buch, რაც არის გასაზღვრული არსებითი სახელი და ორივე ენას აქვს ეს. თუმცა ინგლისურში მარტო the არის და გერმანულში არის უფრო მეტი. Das, der, die და ასე შემდეგ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ინგლისურსაც ჰქონდა ესეთი უფრო მრავალფეროვანი განსაზღვრება, თუმცა დაკარგა დროის განმავლობაში. და ასევე to my friend გერმანულად meinen Freund. ინგლისურად უფრო მეტის წერა გიწევს, ვიდრე გერმანულად, რადგან გერმანულში meinen აღნიშნავს მიცემიც. ხოლო ინგლისურში to my აღნიშნავს მიცემით და Freund და friend არის თითქმის იგივე, როგორც ხედავთ. ისე როგორც book და buch.